ქართული ჯარი პატრიარქს იმშვიდობება. საქართველოს თავდაცვის ძალების სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის პანაშვიდზე მივიდნენ. ტაძართან მთელი ღამე მოქალაქეების ნაკადი არ შეწყვეტილა. მრევლის ნაწილმა ღამე სამებასთან გაათენა. ათასობით ადამიანი ამ დრომდე დაუსრულებელ რიგში დგას, რათა პატივი მიაგონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას. ილია მეორის პანაშვიდი გადაუხადეს მშობლიურ სოფელ სნოშიც. ამერიკის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ილია მეორის გარდაცვალებას უსამძიმრებს. ჩვენ გლოვობთ მისი უწმინდესობის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს უცხადებთ ქართველ ხალხს. ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მორწმუნეს მისი სულიერი ლიდერობა და წარუშლელი მემკვიდრეობა თაობებს ემახსოვრებათ. და მშვიდად განისვენოს, ნათქვამია მარკო რუბიოს სამძიმრის წერილში. სოფლიო პატრიარქი კვირას ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, თუმცა მსახურებას არ გაუძღვება. საპატრიარქოს ცნობით ლიტურგიას პატრიარქის ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო აღავლენს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის პატრიარქ კირილის დავალებით ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსი მიტროპოლიტი ბენიამინი წარმოადგენს. უკრაინელებმა ოკუპირებულ ლუგანსკში ალჩევსკის მეტალურგიული ქარხანა დაბომბეს. თავდასხმა გვიან ღამით დრონებით მოხდა. შედეგად ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.